დღეს ჩვენი ბრიფინგის მთავარი მიზეზი გახლავთ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, გულისხმობთ დაკვეთილ მკვლელობებს, სარგებლობს შემთხვევით და უთანაგრძნობ ბესიკ ხარძიანის ოჯახს დატრიალებული ტრაგედიის გამო. ეს ტრაგედია არ გახლავთ ერთი ოჯახის, მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის ყველა იმ ადამიანის ტრაგედია, რომელიც იბრძვის ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის. ძნელია ისაუბრო ემოციების გარეშე, მაგრამ ჩვენ საზოგადოებამ უნდა სწორად გავაანალიზოთ ეს მიზეზები, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში ეს მოვლენები. თქვენ მოგეხსენებათ გასული 9 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა დასავლელმა ლობისტებმა შეძლეს საერთაშორისო ასპარეზზე მიხეილ სააკაშვილი წარმოეჩინათ როგორც დემოკრატიის შუქურად და მისი დაჯგუფება ახალგაზრდა რეფორმატორებად. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ალბათ საქართველოს პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაბარებამ დაკითხვასთან დაკავშირებით გამოიწვია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ლეგიტიმური აღშფოთება, რომ თითქოს და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით მიდიოდა საქართველოს პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე ევროპარლამენტის მიერ სახალხო პარტიის, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების გამოხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ საქართველოს მთავრობას, რომ მსგავსი ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეარყევდა საქართველოს იმიჯს და ხელს შეუშლიდა ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის პროცესს. მიუხედავად ასეთი ზეწოლისა თუ რჩევებისა ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, საქართველოს მთავრობას მაინც არ შეუჩერებია ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის და ამის მაგალითი გახლავთ საქართველოს პროკურატურის უცხოელი მრჩევლების მიერ დადებული დასკვნა, რომ მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების რამდენიმე თვიანი განხილვის შედეგად თქვენ როგორც მოგეხსენებათ დაიდო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბადეიშვილი, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავას წინააღმდეგ წარიმართოს სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო. აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი აკეთებს განცხადებას, რომ სწორედ დასავლელი ლობისტების მხარდაჭერა და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერით წახალისებული მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ გადავიდა აშკარა ტერორზე. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ უკრაინის მთავრობას, ჩვენ მოგეხსენებთ 26 თებერვალს საპროტესტო აქცია გავუმართეთ უკრაინის საელჩოსთან, წერილი გაუგზავნეთ ოფიციალური წერილით მიმართეთ პეტრე პოროშენკოს, რომ გადმოეცათ საქართველოს მხარესთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ბადეიშვილი, ვინაიდან ამას ავალდებულებდა ის ევროპის საერთაშორისო კონვენცია ექსტრადიციის შესახებ 1957 წელს დადებული, ასევე 1993 წელს დადებული მინსკის კონვენცია და საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საკითხებზე 1995 წელს გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები. ჩვენ ვინაიდან პასუხი არ მიგვიღია უკრაინის მხრიდან, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი აპირებს უახლოეს დღეებში ისევ საპროტესტო აქციის გამართვას, ისევ მივმართოთ წერილის უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს და მივმართოთ ასევე წერილობით იმ დასავლელ ლობისტებს, რომლებიც მფარველობენ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომ შეწყვიტონ მათი მფარველობა, თორემ ჩვენი მხრიდან ისინი განხილული იქნებიან როგორც ტერორიზმის მხარდამჭერებად თუ ხელშემწყობად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ რთულ ვითარებაში არ შეიძლება ეს ოჯახების ტრაგედია თუ ქვეყანაში შექმნილი ეს რთული ვითარება გამოვიყენოთ პოლიტიკური ქულების დასაწერად და ის რომ ვიღაცას ყურებით ჩამოათრევს, ეს უბრალოდ არასერიოზულია. მე არ მინახავს 2012 წლამდე საქართველოში რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს ყურებით ეთრიოს მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ ჩვენ ბრძოლა უნდა
წარმართოთ კონსტრუქციულად და უნდა მივმართოთ ყველა ზომას, რომელიც ყველა ცივილურ ფორმით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ და სამართლებრივი გზით. ჩვენ გეგმავთ, რომ თუ კი ჩვენი ეს საპროტესტო აქციები შედეგს არ გამოიღებს, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზს და უკრაინის საელჩოსთან დაიწყებთ შიმშილს, გამოაცხადებთ შიმშილს და ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს სამოქალაქო სექტორს, რომ შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში, გავერთიანდეთ და ანუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უნდა გადავდოთ გვერდზე და ჩვენ უნდა გამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მთავრობაში მოსასვლელად, ვისაც პრეტენზია აქვს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც პრეტენზია აქვს მთავრობაში, მოსვლის მარტო წინამთავრობის ლანძღვა და ან დღევანდელი მთავრობის ლანძღვა ამისთვის არ არის საჭირო, ამისთვის საჭიროა კონსტრუქციული და გონივრული ნაბიჯების გადადგმა. ის რომ დღეს ჩვენ ვლანძღოთ ახლა თუნდაც დღევანდელი მთავრობა და ამით პოლიტიკური ქულები ჩავიწეროთ, არ მიმაჩნია ეს სწორად. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, უნდა ვთქვათ რა შეცდომები იქნა დაშვებული და რა თქმა უნდა შეიძლებოდა ცოტა უფრო ეფექტურად წარმართულიყო სამართლიანობის აღდგენა. შეიძლება აქ შეცდომა დაუშვათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც შეიძლებოდა უფრო აქტიური მუშაობის შედეგად, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის მიგვეწვდინა ცოტა ადრე ხმა რომ აქ არავითარი პოლიტიკურ ანგარიშწორებას ადგილი არ ჰქონდა და აქ იყო სამართლიანობისთვის ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის. ასევე შეიძლებოდა საქართველოს პროკურატურასაც უფრო აქტიურად და უფრო ეფექტურად ემოქმედა რომ ეს შედეგები არ მიღებულიყო, მაგრამ მხოლოდ დღევანდელი მთავრობის დანაშაული არ არის იმაში, რომ სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდა, ამას როგორც მოგახსენეთ, წინ უძღოდა მთელი რიგი ის პრობლემები, რაც უკვე ჩამოთვალეთ. ეს განცხადება გვინდოდა დღეს სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზს გაგვეკეთებინა. თუ რამე კითხვები გაქვთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მზად გვართ გიპასუხოთ. დიახ, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის ცნობილი ხერხი არის ეს მოსახლეობის დაშინება. დიახ, ესე იგი მკვლელობები იგივე ზურა ვაზაგაშვილის, იგივე ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, დიახ, მიმართული არის საზოგადოების დაშინებისკენ, რომ არ გავბედოთ და არ მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში. დიახ, სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში არ აწყობს სწორედ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, იმიტომ რომ სამართლიანობის აღდგენით ისინი კარგავენ ძალაუფლებას, მათთვის მოგეხსენებათ სამშობლო ეს ღირებულება არ არსებობს, მათთვის სამშობლო არის ფული და ძალაუფლება და თუ კი ქვეყანაში აღდგება სამართლიანობა, ისინი დაკარგავენ ფულს, ძალაუფლებასაც და აღმოჩნდებიან ციხეებში, ხო რა თქმა უნდა, მათ უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და პირდაპირ რა თქმა უნდა, მაგათ არ აწყობთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. და რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არის ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ისინი ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არა იმ დასავლელი ლობისტების და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა. და პლუს ამას ემატება კიდევ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა სტრუქტურებში მოკალათებული ის ჩანერგილები, რომლებიც მფარველობდნენ ამ დროის მანძილზე მათ. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნითაც ახლა რატომღაც საქართველოში სამწუხაროდ ყოველთვის მოიძებნება მოღალატეები, ვინც ტრის ინტერესებს ატარებს ქვეყანაში და დიახ, საქართველოში სამართალდამცავ სტრუქტურაშიც იყვნენ ასეთი პირები, ვინც იცავდნენ მათ ინტერესებს. და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი და ამიტომ საზოგადოებამ ახლა სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას, იმიტომ რომ ჩვენ აღარ აგვაქვს დღეს შეცდომის დაშვების უფლება, ემოციური განცხადებების გაკეთების რაღაც, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ემოციურ განცხადებებს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით მიხეილ სააკაშვილის ემოციური, ქარიზმატული განცხადებები და მისი ნიანგის ცრემლების ყრა ვითომ ძალიან წუხდა ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის ბედზე. ხო, ვიცით, მიხეილ სააკაშვილს ახლა ნამდვილად არ აკლდა ეს ემოცია და ეს ქარიზმა. მაგრამ დააქცია და დაანგრია ქვეყანა. ხო, ჩვენ საზოგადოებამ იმას კი არ უნდა შევხედოთ, ვინ უფრო ემოციურად და ვინ უფრო ისე საუბრობს. ჩვენ უნდა საზოგადოებამ გავაკეთოთ შეფასება, ვინ დგავს საქმიან ნაბიჯებს და ვინ
საქმეთ, ანუ საქმეთ უნდა დაგვიმტკიცოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ, რომ რას გააკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის და თუნდაც სამართლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ დღეს საზოგადოებას, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზს მიგვაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ზომის სამართლებრივი ფორმა, ყველა ფორმის ესე საპროტესტო აქცია იქნება თუ ის უკიდურეს ზომასაც მივმართოთ, რომ როგორმე მივაწვდინოთ ხმა იმ პოლიტიკურ წრეებამდე, რომლებიც ფარველობენ მიხეილ სააკაშვილს და სამწუხაროდ დღესდღეობით ისინი მსოფლიო პოლიტიკაში ამინც ქმნიან, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ეს, ხო, უნდა ვაღიაროთ. ამიტომ უნდა მივიტანოთ, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ეს წერილობით იქნება, საპროტესტო აქციებით იქნება, პროტესტის უკიდურესი ფორმით, შიმშილობით იქნება თუ ასე შემდეგ. მარტო დღევანდელი მთავრობის ლანძღვით სამართლიანობა არ აღდგება ქვეყანაში და არც ისეთი გზების გადაკეტვით ეს აწყობს დესტაბილიზაცია დღეს ქვეყანაში აწყობს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ ჯგუფს და ჯგუფებას ხროვას თუ ასე შემდეგ, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ეს ხელს შეუშლის სამართლიანობის აღდგენას თავისთავად. მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი ეს სიმართლე უნდა მიიტანოს, კი. რადიკალური ზომები უნდა გამოააშკარავოთ, აი ეს ჩანერგილები, რომლებიც მფარველობენ დღეს თუ არიან სამართალდამცავ სტრუქტურებში, იგივე პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოაშკარავებული უნდა იყოს ის პირები, რომლებიც მფარველობენ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იქნას სწორი მესიჯები გაგზავნილი და მიტანილი არა მარტო მთავრობის მხრიდან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ჩვენ სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ეს ნაბიჯები სწორად იქნას ჩვენი მხრიდან გადადგმული, ეს მესიჯები მივიდეს სწორად დანიშნულების ადგილზე.